ეხლა ვამზადებ სახის კრემს და ხელის კრემს. მუხლებისთვის არის ძალიან კარგი და ფეხის ქუსლებისთვის. ეს არის საქონლის კუდის ქონი, რომელიც არის ბუნებრივი კოლაგენი. აკრობს ნაოჭებს, სახეზე ლაქებს. დამერწმუნეთ, 10 წლით გაახალგაზრდავდებით, თუ ამ კრემს დაამზადებთ და გამოიყენებთ. მინის კილაში 15 დღე ინახება მაცივარში. 15 დღის შემდეგ ისევ შეგიძლიათ რომ ახალი დაამზადოთ. შეგიძლიათ საღამოს წაისვათ სახეზე, გაიჩეროთ მთელი ღამე, ან 15-20 წუთი, 30 წუთი, შეგიძლიათ 1 საათი, 2 საათით, 5 საათიც. ანუ ვამბობ რომ შეგიძლიათ მთელი ღამე გაიჩეროთ. რამდენი საათიც გინდათ, გაიჩერეთ და შემდეგ ჯერ დაამზადეთ სახლში, 1 ჭიქა წყალში ჩააწვეთეთ ლიმონი, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და დისკები რომ არის ბამბის დისკით, ჩამოიწმინდეთ კარგად და შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ პირი. ჩამობანვის შემდეგ, სავარაუდოდ, მე პირადად არ მჭირდება სახის მკვებავის წასმა, თუ ძალიან გამომშრალი სახის კანი გაქვთ, ამისთვის არის ზუსტად ეს კრემი და ძალიან კარგია, თუ შეატყობთ რომ გჭირდებათ მკვებავი, შეგიძლიათ ღამის მკვებავი წაისვათ. დავჭრიმი ამ ქონს კარგად წვრილად, პატარა კუბებად და თქვენ გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი. მე თხელძირიანი გამოვიყენე და ცოტა ფერი შეიცვალა ქონმა. არა უშავს, მაგრამ მაინც კარგი გამოდის და ძალიან კარგია სახეზე ბოტოქსის ეფექტი აქვს. პლუს ნაოჭებს აკრობს და კარგად კვებავს სახის კანს. იდეალურია. დაჭრის პროცესი რამხელა არის, უბრალოდ შეგნებულად არ ვაჩქარებ კადრს, იმიტომ რომ YouTube-ზე მინდა დავდო და ბოდიშკი ხდით. მე მგონი დავამთავრე დაჭრა. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დაეხმარეთ არხს განვითარებაში, გაზრდაში და აუცილებლად დავდებ ძალიან უცხო და სასარგებლო რეცეპტებს. ყველაფრის, რასაც დამიწერთ კომენტარებში, აუცილებლად დავდებ. ეხლა გადავიდეთ ჩავყაროთ ქვაბში. აუცილებლად ქვაბი უნდა იყოს ძალიან ცხელი. და შემდეგ რომ ჩავყრით, დაბალ ცეცხლზე დავუწიოთ კარგად და ძალიან ხშირად უნდა ვურიოთ. და ძალიან კარგი ცხიმი გამოდის. მე ძალიან ცოტას ვამზადებ, ეხლა დავამზადე ზუსტად 2 მუხლებზე და ფეხის ქუსლებზე წასასმელი და აი ხელებისთვის არის ძალიან კარგი. რაც არ უნდა ქალბატონებმა დავუმალოთ ასაკი, ხელზე და ყელზე მაინც გვეტყობა. ამიტომ დეკოლტეზედაც წაისვით ძალიან კარგია, კრემი რომელსაც ვამზადებ და ზეითუნის ზეთით რომელსაც ვამზადებ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელ ტანზე, ხელებზე, მუხლებზე, ფეხის ქუსლებზე. არის იდეალური, ძალიან სასწაულ შედეგს დებს და ვიცი რომ ძალიან მოგეწონებათ. ეხლა კარგად ამას მოვურევთ ცხიმში და შემდეგ დავიწყებთ მომზადებას. რაც უდია რომ ვერ ვაჩქარებ კადრს, იმიტომ რომ YouTube-ზე 10 წუთიანზე ნაკლები არ უნდა იყოსო. რა ვიცი ესე მითხრეს და ძალიან მინდა YouTube-ზე რომ მომემატოს ბევრი გამომწერი მყავდეს. სტიმული მომეცა, რომ ბევრი რეცეპტები დავდო. გადავწურავთ ესე და ცხელს არ ვაცივებთ. ცხელს უკვე ვამზადებთ. ეხლა ამაში შევურევთ სიმინდის სახამებელს. შეგიძლიათ მჭადისმხვილიც გამოიყენოთ, უსასუქო მჭადისმხვილი თუ გაქვთ, ძალიან კარგია. ძალიან კარგია ბრინჯის ფქვილი. მე არ მქონდა ბრინჯის ფქვილი და ამიტომ არ ვუყავი და თუ არ გაქვთ, არ არის პრობლემა, ძალიან კარგი არის აი ესეც როგორც ვამზადებ და აუცილებლად 1 ჩაის კოვზი რძისფხვნილი დაგჭირდება და ლიმონის წვეთი. ეხლა იტყვით რომ ამას სუნი არა აქვს, საერთოდ არა აქვს სუნი. სხვათა შორის მე თხის ქონსაც ვამზადებ, თხის ქონითაც ვამზადებ, კუდის ქონით, ოღონდ არის ძალიან კარგი. თუ არ გესიამოვნებათ სუნი, შეგიძლიათ ვაჩვენებ ვიდეოშიც, პიტნის ზეთი ჩააწვეთოთ და მე ჩავაწვეთებ პიტნის ზეთი და ვარდის ზეთი. და ძალიან კარგი სუნი აქვს. ეს უბრალოდ თქვენ რომ გენახათ, იმიტომ ჩავაწვეთეთ, თორემ მე პირადად ჩემთვის რომ ვამზადებ, არ ვაწვეთებ კარგ სუნიან ზეთებს, იმიტომ რომ მე მომწონს ეს სუნი და არც აქვს სხვათა შორის ცუდი სუნი, ძალიან კარგია. ესე გადმოვიღე, გავყავი 2-ად და ეხლა ჩავყრი სიმინდის სახამებელს. თქვენ თვალისწინით რამდენიც გინდათ ჩაყარეთ, რამდენსაც შეიცელს და უნდა მიიღოთ კრემის სახით. ეს არის რძის ფხვნილი. რძის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი არის სრულიად საკმარისი. მე ახლა სუფრის კოვზის ნახევარი გავაკეთე, აღარ დავსვარე კოვზი. ჭურჭლის დარეცხვა მეზარება ხოლმე და ბევრ ჭურჭელს არ ვაგროვებ. ესე კარგად უნდა გახსნათ. ნახე ახლა ეს კიდე შეისელს, კიდევ ბოდიშით, ჩემ ქართულზე ბოდიშკი ხდით. ქალბატონებო, ამ რეცეპტით დაამზადეთ და აი მადლობები მერე იყოს და აუცილებლად შედეგები დამიწერეთ, ძალიან გთხოვთ კომენტარებში.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სტიმული მაქვს, იმდენი კარგი რეცეპტები მაქვს და აი, როდესაც კომენტარებში არ მიწერენ არაფერს, აღარ ვწერ ხოლმე ვიდეოს. ჩავაწვეთეთ ლიმონიც, ლიმონი არის C ვიტამინი და აუცილებლად ჭირდება ჩვენ სახისგანს C ვიტამინი. სხვათა შორის ძალიან ძვირად ღირებულ ნიღბებს ყიდულობდი ხოლმე ადრე და ეხლა საერთოდ აღარ ვხარჯავ მაგაში პლუს და ძალიან მომწონს ჩემი სახისგანი, იდეალურად არის. კიდევ გილოცავთ სიყვარულის დღეს, 14 თებერვალით ენდება საქართველოში. სიყვარულით გეცხოვროთ მთელი ცხოვრება, გიყვარდეთ და უყვარდეთ. პირველ რიგში უფალს უყვარდეთ და უფალი გიყვარდეთ. ნახეთ როგორი ის მივიღეთ, მასა მივიღეთ აბოდიშით. ძალიან კარგი. აუცილებლად უნდა იყოს მინის ჭურჭელი. არ ჩაასხათ პლასმასის ჭურჭელში. 15 დღე შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ დღე. იმდენად სხვაობას მიცემს სახისგანს ათეთრებს. აი სასწაულ შედეგს დებს. მე მაგალითად გამაგიშა, აი ამ რეცეპტმა მე გამაგიშა. საღამოს არაფრით არ დავწვევი ისე რომ ეს არ წავისვა. შემდეგ ნახეთ გაშრება სახეზე, ის სახამებელი და ის ყველაფერი და შეგიძლიათ ის ხელით ჩამოიშოროთ თუ ხამე გინდათ რომ დაიტოვოთ. თუ არა და 2 საათი გქონდეთ, 1 საათი, ნახევარი საათი, 20 წუთით შეიძლება, მაგრამ თუ გინდათ რომ კარგი შედეგი დადოს, აუცილებლად უფრო დიდი ხანი. ეხლა მე ნახეთ ცოტა სქელი გამომივიდა ეს მასა. ზოგადად ასე სქელს არ ვაკეთებ ხოლმე. ეხლა ჩავასხავ ამას, მე არ მაქვს სახის კრემის ცარიელი ქილა და აი ამ პატარა ქილაში ჩავასხავ მშვენივრად, ძალიან პრაქტიკულია და კარგად ვიყენებ ამ ქილებს. შემდეგ ვამზადებთ ზეითუნის ზეთს ვამატებთ ქონს და ცოტა ლიმონის წვენს და ვამატებთ ვარდის ზეთს და პიტნის ზეთს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლავანტას ზეთი, რომელი ზეთის სუნიც მოგწონთ, ის გამოიყენოთ, ლიმონის ზეთი. მე ახლა ლავანტა მქონდა, მაგრამ რატომღაც პიტნის ზეთი ვარჩიე და ისა ვარდის ზეთი არის, მე მომწონს ძალიან. ისე სხვათა შორის ქალბატონებო, ძალიან კარგი არის პოზიტივისთვის და თქვენი ხასიათის რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე იყოთ, ვარდის ზეთი, ესე კარგად ხელებზე შეიძილეთ, ყურის ძირებში წაისვით და მკერდის შუა ადგილზე ეს ზეთი არის ძალიან კარგი. და იასამანის ზეთი. ანუ კარგ ენერგიას აძლევს, პოზიტიურ ხასიათზე აყენებს მთელი დღის განმავლობაში. სხვათა შორის რაც დავიწყე ამ ზეთის ასე გამოყენება, მართლა ძალიან მომწონს და ძალიან მართლა კარგ ხასიათზე ვარ, ზოგადად ისედაც არ მაკლია კარგი ხასიათი, მაგრამ უფრო კარგ ხასიათზე მაყენებს. აი ეს ახლა ხელზე ხომ წავისვი, მე შემდეგ ჩამოვიბანე, იმიტომ რომ მეორე რეცეპტისთვის მჭირდებოდა სუფთა ხელი და აი მაშინვე შეეცვალა ფერი ხელის კანს. ეხლა ჩვენ ჩავასხავთ ზეითუნის ზეთს. რამდენიც არის ქონი, საქონლის ქონი, იმის ნახევარი უნდა ჩავასხათ ზეითუნის ზეთი. ნახეთ? შემდეგ ამას გადავიტანთ ქილაში და დავახურებთ თავს და კარგად უნდა დავანჭრიოთ გაცივებამდე. ნახეთ, არ შედგათ მაცივარში, ხელში ანჭრეთ, აი როგორც კარაქი მზადდება, ისე და მივიღებთ კარაქის ფორმას. და ძალიან კარგი არის. მერე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. მაგრამ ის ერთმანეთში რომ კარგად ირევა ძალიან კარგია. ვისაც მაგალითად აქვს ართრიტი, მუხლები აწუხებს, შეგიძლიათ მოამზადოთ აი ეს რეცეპტი, ოღონდ უფრო მეტი ლიმონი დაუმატოთ, ოღონდ იყოს აუცილებლად თხის ქონი და არა საქონლის ქონი და წაისვათ ღამე მუხლებზე და შემოიხვიოთ პარკი. ცელოფანი და შემდეგ თბილად კიდე რამე შემოიხვიათ შალის ნაჭერი რაღაც რაც გინდათ თქვენაც კი სიამოვნებად და დაწეკით ისე დაიძინათ. ძალიან კარგია სახსრებისთვის ეს რეცეპტი. ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს თხის ქონი და ლიმონი ცოტა უფრო მეტი. სავარაუდოდ ლიმონი უნდა იყოს 2 ლიმონი მაინც უნდა გამოწუროთ და ზუსტად ისე დაამზადოთ, როგორც მე ქილაში ჩავასხი და უნდა დაანჭრიოთ კარგად. და სხვათა შორის ვისაც ვასწავლე, ყველა ძალიან მადლობელია ეს ჩემი დამზადებული სახის კრემი. თან კრემიც არის და ნიღაბიც არის, გიჟდები და ვიცი რომ თქვენც ძალიან მოგეწონებათ. ეხლა ეს გადავიტანოთ ქილაში და შემდეგ გააკეთეთ ისე როგორც კარაქი მზადდება. ველოდები კომენტარებში აუცილებლად ძალიან გთხოვთ რომ მოამზადებთ, დამიწერეთ შედეგები. ჯანმრთელობას გისურვებთ, სილამაზეს გისურვებთ, ნაოჭების გარეშე ცხოვრებას გისურვებთ და სულ იყავით მზესავით, ბჟღვიალა და ანათებდეთ მუდამ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სიყვარულის დღეს. მიყვარხართ, მართლა ძალიან მიყვარხართ ყველა.